აი შემოგევლოს ბებიკო შემოწიწხლებო როდის მოხედი ბებო შემოგულო და სულო შემოციხარულო რომე ეხა გაიგუძე? არა ბებო რა ტეხანია ბებო შეგენათალოს ბებო ვიბანავებ და გიჩინებო გენათალოს ჩამოვედი მეგობრებო სოფელში ვარ ასე გამოიყურება ჩვენი ქუჩა დღეს არის იდეალური ამინდი ისე კარგად ცხელა რომ ზაფხულის ტანსაცმელი მაცვია ჩემი სახლის წინ არის უამრავი სარემონტო მასალები იმიტომ რომ სახლში გვაქვს რემონტი და ეხლა გაჩვენებთ რა ხდება ნახეთ ეზო ნელ-ნელა ლამაზდება იმიტომ რომ ნელ-ნელა მოდის ამისი სეზონი ვარდები გაიფურჩქნა აქეთ დედა ჩემის საყვარელი ყვავილი არის აზალია ასევე ეს ვარდისფერი მე მგონი აზალია ჰქვია თუ სწორად ვამბობ ეს ჩემი ველოსიპედი ამ ველოსიპედის ისტორიას მოგიყვებით მე თქვენ გუშინ ჩამოვიყვანით შუაღამისას მოვედი უბრალოდ და არაფრის გადაღების თავი არ მქონდა აქეთ რა ხდება ქალბატონი ბუბსიკი ბუბსიკის და ნინობებო ვაი მე ერთ-ერთ ბლოგში ჩანხარ შენ სხვათა შორის და გიცნობენ ჩემი გამოწვევი ხო და აქეთ მიდის მთელი ამბები ნახეთ აქეთ ხო გახსოვთ რა სიტუაციაც იყო ხო და აი ეს სიტუაცია იცვლება რა ნახეთ რა ამბებია აქეთ ჩვენი უკანა ეზო მოკლედ აქ კეთდება ფარდული და ყველაფერი იქნება ბევრად უფრო ლამაზი ვიდრე აქამდე თუმცა ამას დრო უნდა შეიძლება შემდეგ ჩამოსვლაზე უკვე იყოს არ ვიცი ვახტო პაპაც მოვიდა თავისი ველოსიპედით ო ასე შეიძლება მოკლედ ახლა მოგიყვეთ ჩემი ველოსიპედის ისტორია როგორც იცით მე და პატას დავადების დღე გვაქვს აგვისტოსა და სექტემბერში პატას აქვს 17 აგვისტოს და მე მაქვს 15 სექტემბერს თუმცა მე ძალიან ადრიანად მიყვარს ხოლმე უკვე ამ დავადების დღის საჩუქრებზე ფიქრის დაწყება იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცნაირად მიყვარს რომ ვიცოდე რომ აი რა უნდა და მეც რა მინდა რომ ერთმანეთისთვის სასურველი საჩუქრები გავუკეთებ და როგორც იცით წინაზეც ასე გავაკეთე სადღაც 2 თუ 3 თვით ადრე დავიწყე უკვე მაგაზე ფიქრი და ვისაც არ გაქვთ წინა წლის ვლოგები ნანახი გეტყვით რომ პატამ მაჩუქა როლიკები და მე ვაჩუქე ბურთი და სპეციალური ფეხბურთის ფეხსაცმელები ანუ გათვლა და იდეა გქონდა ის რომ მოდი ერთმანეთს ავუხდინოთ ბავშვობის ოცნებები ეხლა როცა ამდენი დრო არის გასული შემიძლია თამამად გითხრათ რომ იდეალურად იმუშავა მაგ ჩვენმა გათვლამ იმიტომ რომ რამდენჯერაც ჩამოვედი მაგის მერე სოფელში აი ეს როლიკები რასაც ქვია გაუხდელად მაცვია ფეხიდან და აი ძალიან მიყვარს და პატას კიდე მით უმეტეს არ გაუმაზავს რასაც ქვია სოფელში ჩამოსვლა რომ სტადიონზე არ გასულიყო და თავის მეგობრებთან ერთად ფეხბურთი არ ეთამაშა იმ ფეხსაცმელებით რომლებიც მე ვაჩუქე და მოკლედ აი ძალიან კარგი იდეა იყო ეს ბავშვობის ოცნებების ახდენა და წელსაც რაღაცნაირად ცოტა მაით წავედი რომ მეთქი მოდი წელსაც ეგ გავაკეთოთ და ბავშვობის სურვილები ავხდინოთ ერთმანეთს. ხო მოკლედ დავიწყეთ ფიქრი, რა გვინდოდა ამ წელს დავადების დღეებისთვის და მე ნუ ძალიან მარტივად მივხვდი. პატა ჯერ ისევ ფიქრის პროცესშია სიმართლე გითხრათ, ვერ ჩამოყალიბდა ჯერ რა უნდა, მაგრამ მე მივხვდი რომ მე მინდოდა ველოსიპედი. ესეც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება იყო. კი მყავდა რაღაცა პატარა ველოსიპედი, მაგრამ მე თქვენ გაჩვენებთ მე თუ ისევ სახლში არის ის ველოსიპედი, აი ძალიან პატარა იყო. ძალიან მოუხერხებელი, ძალიან რთულად ტრიალებდა ეს პედლები და საშინლად ვიღლებოდი ხოლმე თუნდაც 200 მეტრის გავლის დროს, აი დაგქანცავდა ჩვეულებრივ და ვიღაცას რომ ხედავდი ხოლმე რომელსაც ვისაც აი რაღაცა დიდი, ლამაზი, გამართული ველოსიპედი ჰყავდა, ყოველთვის მეც მინდოდა ხოლმე და მეც მქონდა სურვილი. ამიტომ ვუთხარი რომ მეთქი წელს დავადების დღეზე მინდა ველოსიპედი. ამ სურვილის გამხელიდან დაახლოებით რამდენიმე დღეში მირეკავს ვიდეო კოლით და მეუბნება რომ ნახე რა უნდა გაჩვენო და ოცებ შეაბრუნა კამერა და ვხედავ რომ არის ველოსიპედი, თან ისეთი ლამაზი და ისეთი კარგი ველოსიპედია, მე კიდე ახლოდანაც გაჩვენებ და მოკლედ აღმოჩნდა რომ ეგრევე მიყიდა. მე ბუნებრივია ვკითხე რომ მეთქი ანუ ჩვენ ხო შევთანხმდით პატარა ეს უნდა იყოს დავადების დღის საჩუქარი და ეხლა რატომ მიყიდა და ესეთი რაღაცა მითხრა და ვფიქრობ რომ ძალიან სწორად და კარგად გათვალა მოკლედ სექტემბერში რომ მეყიდაო დავადების დღესთვისო მე მოდისო ზამთარიო და აი ვეღარ ისიამოვნებდიო რა მე მინდოდა აი აქ გამეკროლა და გამომეკროლა და ღამით მეკატავა მოკლედ მთელი ამბები და მე მართლა რო აცივდება იმდენად სასიამოვნო ბუნებრივია რომ აღარ იქნებოდა და ეხლა იმიტომ მიყიდა თურმე წინასწარ რომ გათვლა ჰქონდა რომ მთელი ზაფხული მე აქ ვიკატაო ჩემს ქუჩაზე
და მივიღო ეგ სიამოვნება, რაც რეალურად მინდოდა. ეხლა წავიდეთ, გაჩვენებთ ამ ჩემს ველოსიპედს და კიდე ძალიან მაგარი ამბავი მოკლედ. მე რომ მიყიდა, მეთქი, ანუ მე რომ ვიკატავებ ეხლა, მარტო უნდა ვიკატავო, ანუ შენ არ გინდა ჩემთან ერთად, თან მარტო იმდენად არ იქნება სასიამოვნო რამდენადაც შენთან ერთად და ადგა და თავისთვისაც იყიდა. უბრალოდ მანქანაში ხა იცით თქვენ მე რომ პატარა მანქანა მყავს და ამაში რამდენი ველოსიპედი უნდა ჩაგვეტია. ერთი ძლივს ჩავტიეთ და ჩემი ძლივს ჩამოვიტანეთ გუშინ და პატასი უკვე აღარ ჩაეტია რა, ის არის ყვითელი ფერი, ისეთი ლამაზი ფერია ისიც და ის დავტოვეთ თბილისში, მაგრამ შემდეგ ჩამოსვლაზე პატას ველოსიპედსაც ჩამოვიყანთ. მალე გვიწევს ჩამოსვლა, ორ კვირაში ჩამოვალ ალბათ და ეს არის ჩემი ლამაზი წითელი გოგო. ჯერ სახელი არ აქვს, მოვიფიქროთ. აი, ისიც მეგობრებო, ჩემი ველოსიპედი ასე გამოიყურება. წითელი ფერი მინდოდა, ბავშვობაში ყოველთვის წითელი ფერი მინდოდა რაღაცნაირად და ეგეც გავუმხილე რომ მეთქი წითელი მინდა რაღაცნაირად თქო და წითელი შეარჩია. ძალიან მოვწუს. ვიყიდე შოთები, ვაიმე ეს შოთები არის უგემრიელესი, აი აქ იყიდება. ეხლა ეკასოლოდები ხორცი უნდა იყიდოს და წავედით. ეხლა შევიდა ხილვასტანში და მაშინ მე ვიხელთებ დროს. წავალ და ბუფსიკას ვუყიდი, უშაქრო ლიმონადს, იმიტომ რომ ვკითხე და აღარ მაქვს. აი ეს ზედაზენის ლიმონადი არის მეგობრებო, შაქრის გარეშე და მთელი შეკვრა ვუყიდე, შემდეგ ჩამოსვლამდე ეყოფა. ეს ვუყიდე ნიაკოს პატას ძმისშვილს. გეჩვენებიც მოვიდნენ ამასობაში. კუზაკო თვაზე რა გაგმანახე გიხდება ძარ აუ ეს რაღაც გემრიელი ნამწყვარი მოგვიტანე ნიმ ოხ ეს საქმიანი ქალი მოსულა მომეც გამოგაკო ამდენი ნამცხრები რატო წამოიღეთ? რა ამბავია? დონჩიკო შენ უნდა თქვა ქალი ვარო რა, აი შენ უნდა თქვა. რა დაფასებული. აბა. არა. საბადების birthday girl. არ მახსოვს რომელიმე ბლოგში გითხარით თუ არა, მაგრამ კუზაჩკა არის ჩემი ბიძაშვილი ანი. და ჩემზე და გვანცაზე არის ბევრად პატარა. და ყოველთვის ბავშვობიდან მოფერებით ვეძახოდით ხოლმე კუზა. არაფერს არ ნიშნავს ეს კუზა, უბრალოდ ეგრე ვეფერებოდით და ეგრე ვეძახოდით და ისე მოხდა რომ დრო გავიდა, გავიზარდეთ, მაგრამ ეს სახელი შერჩა. და ეხლა მოფერებით ვეძახით ხოლმე კუზაჩკას რა. ეს რამდენიმე კითხვა დაიწერა და მაინც ყოველი შემთხვევაში გითხარით რომ კუზაჩკა არის ჩვენი ბიძაშვილი ანი. რომელსაც ეგრე ვეფერებით. ეხა მე აქ მაქვს უამრავი ჯინსები, რომლებიც აი მე მგონი ერთხელ მეტჯერ არ მცმია, ხო ის ეგრე ვიცი ხოლმე გამოვიწერ, ვიყიდი და მე არ ვიცვამ ხოლმე. და ეხა ჩაუტან კუზაჩკას და ავარჩევინოთ რომელიც მოეწონება ვაჩუქებ. ხარ მოსინდრომ ორგების ხასიათზე? წამო. მომისმინე, ეგ ძალიან მოკლე არ არის, ეგეთი სტილი არის სტრადივარიუსის და მე მაქვს ჯინსი ზუსტად ეგეთი, ჩემი კიდე ცოტა უფრო მოკლეა. შენ თუ მოგწონს ეგ სტილი რა, მაღაზია დამოკიდებული. კი, ანუ წაიღე მაინც ყველა ვარიანტი, რაღაცას მოუხდენ რა. შემდეგი რომელს გაისინჯო? Go for it. Okay. აბა, ვაიმე რა კარგად გაქვს ეგ? არ ვიცი ესე კარგად როგორ გერგება ხოლმე საერთოდ ჩემი ჯინსები წარმოდგენა არ მაქვს, იმიტომ თითქოს საერთოდ სხვადასხვა ისა გვაქვს რა. ზუსტად გაქვს კი? ეგეც ძალიან კაია. კი, აბა რა. ეგეც წაიღე უეჭველი რაღაცას შეუხამებ. ეს ის кейსია? აბა. თავს როგორ გრძნობ მაგაში? ანუ რაღაც პერიოდი შენ ეგ სტილი გქონდა და მე აღარ ვიცი ახლა გაქვს თუ არა ისევ რა. ძალიან ისეთია რა. Teenagerული თითქოს არ ვიცი. Not for me. Not for you. Okay. ანუ აღარ გქონია ეგ სტილი რა. მე ვერ გეწევი ხოლმე ისე მალე იცვლი რომ ვერ გეწევი. კაი, არ არის პრობლემა. შემდეგი. რა, რომელს გაიხსინჯო? თუნდაც თეთრი ნახე ახლა. Okay. კაი. Yeah. არ ვიცი. არა, კარგად გაქვს ზუსტად გაქვს. უბრალოდ აი ამას დაუთოებები და მთელი ამბები დაჭირდება რა. Sorry. ხო, საფხულის ისა. კი, ანუ ისე კარგად გაქვს, შენ რამდენად გამოიყენებ, არ ვიცი. თუ არ დაგეზარება რომ გააუთოო ხოლმე. აჰა, ეს გაისინჯება. ეს ძალიან გაიხარისხეს ჯინსია და ვნახოთ როგორ გექნება. ესეც კარგად გაქვს, მინდა გითხრა, ზუსტად გაქვს. და ეს სხვათა შორის რაც გაცვიაზე და მაგასაც უხდება თითქოს. თითქოს კი. ხო, თითქოს ეგ სტილია რა. ძალიან კაი ხდება. ძალიან კაი.
ხო, ისა, რაღაცნაირი ქსოვილია, ეგეთი ქსოვილი, არც ერთი ჯინსი არ მაქვს რა. არც მახსოვს საიდან გამოვიწერე, რომ კიდე გამოვიწერო. აბა რომელს ესეც ძალიან უცნაურია. არ მგონია რომ მოგეწონოს, მაგრამ მოდი სცადე. აი, ჩაიცვა ეს და არ უნდა რომ გადავიღო იმდენად სასაცილო თავს. აი, მართლა არ მახსოვს სად ვიყიდე. ვერ გეტყვი ნამდვილად და რატო ვიყიდე ეგეც არ მახსოვს. რა გადამიტრიალდა თავში. გაიხადე შემდეგი. ეგ არ მახსოვს ვისია ჩემი ათგვანცასია, მაგრამ ეგეთი სიგრძე არ იყო, ეგ მახსოვს და გადავჭერით რა. ახლა ეს სცადე. ესეც არ მგონია, იმიტომ რომ ესეც რაღაც გადაკეთებულია, მე მგონი. ეგეც ვერ ხო? აუ, ეგეთ გვანცასი იქნება, ეგ ჩემი არ იქნება, ჩემი სტილი საერთოდ არ არის. ხო, ცოტა სხვა თემა არის ეგ რა, სხვა სტილია. მაგრამ რაღაცნაირად იხდენ, იცი? არ ვიცი. ხო, კაი, როგორც გინდა. ეს ის არის, რა ქვია, ელასტიკია და რა ვიცი, შენ მეგონი არ გიყვარს ელასტიკები. ნახავ? კი. კაი, ვიცი. ესეც არ გადამიღო, აბა, როგორ მოგწონს? ძალიან გიხდება. ხო, სულ შეგარგით. ძალიან გიხდება. აბა წელზე მანახე როგორ გადის. ვაი, მე ზუსტად და ეგეც იდეა. ვაი, მე ძალიან გიხდება. ანუ შევარჯიშო? ხო. მართლა? ანუ აშკარად ფორმები გაქვს შეცვლილი. ეხლა შევამჩნიე რა, მომდგარზე. ძალიან კაი ხო და ხენი იყოს. ანუ წინაზე რო ის ხენი, წინაზე რო ხენი, მოგონი წელიწად ნახევრის წინ ხენი თუ ერთი წლის წინ, მაშინ არ გიყვარდა შენ ესეთი რაღაცები და იქიდან მახსოვდა რომ არ გიყვარდა და შემთხვევით ჩავაგდე და ეხლა თუ ვიცი რომ გიყვარს, უფრო მეც გაუთვალისწინებ ხოლმე. კაი. ეხლა მივდივარ პატასთან, უნდა გადმოვიყვანო და გაჩვენებთ რამე მაქვს, მოკლედ ეს არის ვალდეიდას საჩუქარი. არ ვიცი რამდენად იყენებს ბეჭდებს. მაგრამ რაღაცნაირად მომეწონა რომ ნახე და გამოვუწერე. აი ესე გამოიყურება. იმედია ხედავთ. ეს გამოვუწერე ნიაკოს, არ მახსოვს წინა ვლოგში იყო. მე მგონი რაღაცა სტიკერები ჩაუტანე, ეს სტიკერები იყო ჩვეულებრივ რველში ჩასაკრობი და ძალიან მოეწონა და ხელებზე იკრავდა. ხო და არა და ხელის სტიკერები არ იყო და ეხლა უშუალოდ ხელის სტიკერები გამოვუწერე, გლიტერ ტატუ ჰქვია, ესე შეგიძლიათ რომ დასერჩოთ და ნახოთ. აი ესე გამოიყურება. ამას თავისუფლად გადაიტანს ხელზე, მე მგონი მე სველი ტილო უნდა გადაატარო და ჩვეულებრივ გადაიტანს კანზე და მე მგონი ძალიან გაიხარდება და აქ მაქვს კიდე თორცდები პატარა საჩუქარი. ნიაკო ელოდება ძალიან მალე, პატარა ძამიკოს. ელენე არის ორსულად და აი ესეთი რამე გამოუწერე ნიაკოს პატარა ძამიკოს. ეს არ ვიცი ახლა რამ ხელა ბავშვისთვის არის. ვფიქრობ რომ ძალიან დიდი გამოვწერე, მაგრამ საკმაოდ ის არის ცხელია და ეხლა მაინც ვერ ჩააცმევ და ვფიქრობ უფრო შემოდგომას გამოადგება ბავშვს რა. ან გაზაფხული რო იქნება, ან არ ვიცი, მოკლედ. ძალიან მომეწონა თვითონ ესე როგორც გამოიყურებოდა. ესეთი მეც მაქვს სხვათა შორის და ანუ ძალიან ლამაზია ჩაცმულზე და მეთქი პაწულას გამოვუწერ მეთქი. აი რა ლამაზი რამე კაცია. ჰელო. ეს პაციას ჩამოუტანე. ოღონდ ცოტა ვიდეო გაიზრდება. ვაიმე. მანახი გოგო გადაგიღო. როგორ მოგიხდა. სალამაზია. ნახეთ მე აქ რა მაქვს. მოკლედ კახეთში ვარ. ჩამოვედი ბებია ჩემის დაბადების დღეზე, აქვს 13 მაისს და დაახლოებით ერთი თვის წინ დავურეკე რომ მეთქი ბებო აი რა გინდა, რა ჩამოგიტანო, რა გიყიდო დაბადების დღეზე. როგორც ყველა ბებო მიცის, დაიწყო რომ ვაიმე ბებო თქვენ იყავით კარგად და ჩემი შვილები და თქვენი ჯანმრთელობა და ბოლოს ნუ გამიმხილა საიდუმლო. ვაიმე მომკლავს ახლა ამას რო ვამბობ და ვიდეოს რო ვიღებ, მაგრამ ჩემი კახეთის ვლოგებიდან გეცოდინებათ, რომ ერთ-ერთ კახეთის ვლოგში ჩამოვუტანე შიენიდან ამერიკიდან გამოწერილი ქალის საცვლები, რომელიც ძალიან მოეწონა, ლამაზი ყვავილებიანი საცვლები იყო და მოკლედ გაგიჟდა. ხო და თურმე არ იყო ეს 6 თუ 7 წელი იყო და კიდე უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა თქმა, იმიტომ რომ ჩათვალა რომ ეს საცვლები არ ღირდა იაფი. და მე რო ტვინი წავუღე რომ მეთქი რა ჩამოგიტანო და რა გაგიხარდება თქო, ბოლოს გამემ
მომხილა, რომ აიო იმ საცვლებსო თუ კიდე გამომიწერო, კარგი იქნებაო, ეხლა ზაფხული მოდისო და კარგად გამოვიყენება. მეთქი, ანუ ეგ საცვლები არ არის პრობლემა, მაგრამ რამე უფრო ისეთი არ გინდა, ანუ მაგას ხო ისედაც გიყიდიდი და არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ რამე ისეთი ხო არ გინდა თქვა, ნუ არაფერი არ თქვა. ჩაიარა ოკეი ამ ამბავმა და რამდენიმე დღეში ისე ვურეკავ. ეხლა უნდა მოვიკითხო რა შვება როგორ არის და დავურეკე ერთხელ არ პასუხობს ტელეფონს, მეორედ დავურეკე ისევ არ არის პასუხი და მესამედაც რომ დავურეკე და ისევ რომ არ მიპასუხა, დავურეკე დედაჩემს რომ მეთქი რა ხდება ხომშვიდობაა, ბებო არ პასუხობს, საითხართ, მთელი ამბები და ხო არა, აქ არისო, ეხლა დაგალაპარაკებო, უბრალოდ არ ვიცით რა დაემართო მის ტელეფონსა, ტელეფონიო გაშავდაო. და აი ეგ იყო მეგობრებო მომენტი, როდესაც მივხვდი რომ იდეალური საჩუქარი იქნებოდა ტელეფონი. იმედი მოქვს რომ მოეწონება, არ იცის ეხა ჩამოსული ვარ აქ ვარ, ველოდებით რომ სტუმრები მოვიდნენ და ერთად შევუტანოთ და ვაჩვენოთ. თუმცა სანამ შევალთ, მეგობრებო, რისი შვილი ვიქნებოდი, ეს რომ არ ჩამომეტანა. სულ ნაირ ფერებში ჩამოუტანე. ამ საცვლებზე არის საუბარი, გადაირია ეს ქალი. მართლა კარგი ქსოვილი, ძალიან რბილი არის და ვფიქრობ, რომ კამერაშიც კარგად ჩანს და მოკლედ წავედით. ვაი, მე არ შეგინია რა არის ეს? არ ვიცი, გახსენიაო. აჰა. ნახოთ, აბა თუ მოგეწონება. ტელეფონი ხო მაგბებო, რატო გეიხარდი? ჰა. პირველი აქ მოგდანა. ეს ხოიცი ეს ფერი რატო ავარჩია? იმიტომ რომ შენი თვალების ფერია. მოიცადე კიდე მაგ პაცია საჩუქარი. ბევრი გამოგიწერე რომ გეყოს ყველა სეზონზე. მიჯერი მასაკოჩი. კიდე ძველოდებოდი. ვილა არ მიცვალია ბებო. აბა. ვილა არ მიცვალია. შემოგეროზდები. შემოსიცოცხლე, შემოსიხარულო. ძალიან მაგარი. გამოვიყვანე მეგობრებო, ჩემი ჭია. ხო და ეხლა ვიკატავთ, როგორ გადავიღებ ვიდეოს. თან არ ვიცი. აქ ბაბუა ჩემის მანქანა დგას. ამას ხوار მივაყუტურო. თან თქვენც დაგენახოთ. ვერსად ვერ დავაყენე ეს ტელეფონი და მოდი ხელში დავიჭერ. თუ წავიქცევი თქვენი ბრალი იქნება. აუ რა კაია. თუთა ძალიან მიყვარს, უნდა გავჩერდე უნდა ვჭამო. აუ იცით როგორ მიყვარს თუთა, მე მგონი ჩემი საყვარელი ხილია. აი გიჟდები ისე მიყვარს. საოცრად გემრიელია. ოღონდ აი პირდაპირ ხიდან რო ვჭამ ეგ მიყვარს რა, ნაყიდი თუთა უკვე აღარ მიყვარს. ეს ალბათ ვიღაცამ ჩემთვის დატოვა, იმიტომ რომ იცოდა ტელეფონის დასადები დამჭირდებოდა. ჯერ კარგად მწიფი არ არის, მაგრამ მე მაინც ჩამოვჭამე. ხო და იმედი მაქვს, ჩემი კუჭნაწლავი კარგად აიტანს ამ ფაქტს. ორ კვირაში ჩამოვალ, ჩემი აზრით უკვე კარგად იქნება დამწიფებული და მე რა უფრო მეტი ვჭამოთ. თქვენ სად მიდიხართ? ნახეთ როგორი მაგარი ტელეფონის ჩასადები მაქვს. მალე მოხვალთ? აუ რა კარგი სუნია. ამ ყვავილს ქვია მე მგონი მირონის ხე, რომლის სუნიც ახლა ვიგრძენი და აი ისეთი კარგი სუნი აქვს მაგ მირონის ხეს, რომ
ვერ წარმოიდგენ. შენი ყავი დღეს რო არ ჩუმდებოდი? მაიმუნი ეს. თუ ეს იყო ნედა. აი ამ ადგილას გავლა და საღამოობით ჯდომა მიყვარს ხოლმე განსაკუთრებით და ეხა იქით დროშბა აქვს ჩართული და ვერ გასმენინებთ რა ხმები არის აქ, მაგრამ დაველოდები რომ გამორთავენ და გაჩვენებთ. არ ვიცი ვიდეოში რამდენად ისმის, მაგრამ ოპა, კიდევ ნახე თუთის ხე. აბა დავპარკინგდეთ. აქ უფრო მწიფეები ჩანს რაღაც. ისეთი მდგომარეობა. ვაიმე, ის რა არის გოგო. ეს რაღაც სხვა ჯიშია. შედარებით პატარაა. აუ ძალიან გემრიელია. წავედი. მოვითხუპნე, მოვიდუბრნე. ეხა წყალი დავლიოთ. თუთაზე რა ვიყავი ახლა იქ მოვიდნენ ბავშვები, აი ძალიან უცებ რა, ვერც მოვასწარი გააზრება. ისე უცბად გაჩნდნენ და მომწეს ეს სამაჯური. ძალიან გვიყახა რომ რაღაცები ჩამეხუტნენ, წავიდნენ და ანუ უცებ არც გამიხედავს, უბრალოდ გამოვარჩი და ეხლა დავხედე და ამას უყურეთ. ზედა წერია ჩემი სახელი, მოიცა? ხათო აწერი, ანუ მე მეგონა რომ უცებ მომწეს და თურმე წინასწარ ჰქონდათ გაკეთებული. ძალიან საყვარლები არიან. აი ისეთი კარგია და ისეთი სასიამოვნოა. ასე კატაობა უკვე 9 საათია, დავდივარ, ვერც გრძნობს საერთოდ ოდნავადაც დაღლას. და აი არ ვიცი, ამინდით საოცრად კარგია. ქუჩაც რაღაცნაირად ცარიელია, არავინ ხელს არ მისლის და არ ვიცი, ხო, იცით რა სასიამოვნოა? პატა, ძალიან ჯიგარი ხარ. და წინასწარ მიყიდე და მთელი ზაფხული მე ამის ძალიან გავერთოვი. ხან სუნს ვეკნა ხო კიდე? რა სუნი არის სოფოში? საოცრად კარგი სუნია. ყველანაირი ყვავილის სუნი ერთმანეთში არის არეული. ძალიან შევყევი მე მეგობრებო. უამრავი ტიკტოკები გადავიღე, მე შედით აუსაუბრად ჩემს ტიკტოკზე და ნახეთ. და თან თითქმის ჩემს სკოლამდე ამოვედი უკვე. აი ამ გზას გავდიოდი ხოლმე ყოველ დღე. სკოლაში რომ მივდიოდი. მაგრამ ეს გზა მაშინ 100 არ გამოიყურებოდა, ბევრად უფრო დანგრეული. არ ვიცი, ორმოები არის და კატასტროფა იყო. წარმოიდგინეთ, რამდენი ხანია ვკატავ, რომ ანი და ბიცოლა ჩემი უკვე სახლში ბრუნდებიან. თაზოსთან იყვნენ და ეხლა უკან მოდიან. აბა ვნახოთ ერთი რა ბიცოლა მყავს. მიდი. აი ასე, ყოჩა. აჰა. ჩვენ მიგვატოვა აქ. ვაიმე, რა უცნაური შეგრძნობაა ველოსიპედიდან გადმოსვლა. მოვედით სახლში და გავდივართ ახლა უკანა ეზოში, გვანცას დავუკრიფოთ ალუჩა. მითხრა რომ წამომიღეო. ძალიან უყვარს და არ ვიცი აქ როგორ უნდა მივწოდეთ, იმიტომ რომ ეს ცოტა სხვანაირი ხეებია, სულ ზემოთ ისხავს ხოლმე და ქვემოთ არაფერი არ არის, მაგრამ ვეცდებით. ვერ დავკრიფეთ მეგობრებო, არ ვიცი რა პრობლემა არის. მაგრამ საერთოდ არასხია ქვემოთ, აი უყურე. 1-2-ასხია ზემოთაც რა, ჯერ ზემოთ როგორ უნდა მივწოდეთ, არ ვიცი, კიბი არა გვაქვს. ამაზეც ვერავალთ და რომ წავიდეთ 1-2-ასხია. ბაი. რა ჩოდვა ჩაიდინე უჩემოთ თქვი. თქვი რა. ზე შენ მოყევი და მე მე ვჭამე რაღაცები, მაგრამ შენ მოყევი. მიდი მოყევი რეები და მე მეგობრებო. არა, შენ წახვედი ჩუმად მაიმუნურად მოიქეცი. ჩუმად? რატო ჩუმად? გითხარი რომ მე წავალ მეთქი და შაურმა შაურმა. უჩემო, შაურმა. სუკანი. თანამდებობისთვის შეუფერებელი ადამიანი. შაურმა და ფრი. და კოკაკოლაც დალი? კოკაკოლა უშაქრო. და მე არ წამომიღე. კარგად იყავ, ვითხოვ განქორწინებას. ჩემი ბეჭედი მომეც. აჰა. სასაიას უყურებთ. Department store. სადაც დაღამ და ამასობაში გამოვედით ახლა მედანიაკოს სეირნობთ. პატაც აქ იყო, ყველანი აქ იყვნენ, მაგრამ რაცა კონფლიქტური სიტუაცია გვაქვს არეშფერანში რა იქითა ექსოფელი და დაურეკეს ბიჭებს რომ გადმოდითო. რა? ბოლქვი? ხო, რა ვიცი. მოკლედ რაღაცა კონფლიქტია იქით და წავიდნენ ბიჭები რომ მოაგვარონ და ასტაბილურონ საქმე და ჩვენ დავრჩით ახლა აქ და
გამოვედით მარტო სეირნობთ. ნახეთ რა ხელაუჩები გვაქვს აქ. ძალიან გაიზარდა უკვე. მოგუბეზრდა ეხა მე და ნიაკოს უბრალოდ სეირნობა. ნიაკომ იპოვა რაღაცა ცარცები თავის სახლში და ეხლა უნდა დავხატოთ 100 კინკილა და აქ უნდა ვითამაშოთ. ეს ადგილი შევარჩიეთ, იმიტომ რომ პირდაპირ იმის რა ქვია, ლამპიონის ქვეშ არის და კარგად ჩანს. ეხლა დავხატავ და დავიწყოთ. ორი ერთი უნდა დაწერო, მე 3 აქ. ერთ რატომ წერ მარტო? ნახეთ რა კარგი დავხაზეთ. დავსერჩეთ, ზუსტად არ მახსოვდა როგორი ხაზება და ფოტო ნახეთ Google-ში და საკმაოდ კარგი გამოვიდა. ეხლა კარგად არ ჩანს, მაგრამ ისევ ხედავთ. რა კიდე ერთი როგაცია. ასე მოვდივართ უკვე. ზუსტად ღამის პირველის ნახევარია მეგობრებო და გამოვედით მე და ჩემი ჭია. არავინ არ არის სოფელში, ბუნებრივია. სრული სიმშვიდე და სიწყმანია, მხოლოდ ბაყაყები და მე ვართ. ხოდა რაღაცნაირად ღამითაც მომინდა გადაობა და რატომაც არა. ცოტა ცივა, მაგრამ ძალიან კარგია. მეგობრებო, დღევანდელ ვლოგს აქ დავასრულებ. ხვალ არ ვიცი როგორ იქნება, რომელ საათზე დავბრუნდებით თბილისში, მაგრამ სანამ წამოვავთ, კიდე გადავიღებ რაღაც ვიდეოებს. დროებით. გაიცნდა მეგობრებო, მეორე დღე. ეხლა ვარ პაატას სოფელში, ბაღდადში. ეს ერთმა ძალიან საყვარელმა ბავშვმა მომიტანა, წეღან გამოიარა, როგორც ჩანს, აქ ცხოვრობს, პაატას სოფლელია და პაატა ეხლა შესულია სახლში, ცოტა ხანში გამოვა და წამოვავთ უკვე თბილისში. აქ დავასრულებ ვლოგს. სხვა იდეაში დღეს გადასაღები აღარაფერია. და დავით დავაიქეთ აუცილებლად ვიდეო, რომ მივხვდე რომ მიყურეთ და მეკომენტარეთ ვარდისფერი გულები. უხვესი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მანქანაში ვზივარ, ახლა პაატა გადასულია მაღაზიაში, ველოდები და ნახეთ ერთმა ბავშვმა რა შემომაწყდა. ესე დამიკაკუნა კარებს და გავიხედე და აუჩა მომიტანა. ძალიან საყვარლები არიან.